დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ანგინა, ტონზილიტი. ანგინა, მწვავე ტონზილიტი არის სასისნოშისებრი ჯირკვლების, ტონზილების, ან თება, რომელიც ხშირად გამოწვეულია ინფექციით. წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ. ანგინის, ტონზილიტის მიზეზები. ანგინა შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული. ვირუსული ტონზილიტი. ყველაზე ხშირად იწვევენ ადენოვირუსები, რინოვირუსები, გრიპის ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ენტეროვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს და სხვა. ბაქტერიული ტონზილიტი. ყველაზე ხშირი გამომწვევია ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც იწვევს EHEC სტრეპტოკოკულ ყელის ტკივილს. გაცილებით იშვიათად ანგინა შეიძლება გამოიწვიოს სხვა ბაქტერიებმაც. სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს გამომწვევის, ვირუსი თუ ბაქტერია და პაციენტის ასაკის მიხედვით. ზოგადი სიმპტომები. ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. ყელის სიცითლე და შეშუპება. ნუშისებრ ჯირკვლებზე თეთრი ან მოყვითალო ნადები ან ჩირქოვანი საცობები. ხმის ჩახლეჩა ან ხმის დაკარგვა. ყურის ტკივილი, ხშირად ცალმხრივი. თავის ტკივილი. სხეულის მაღალი ტემპერატურა, ცხელება, შემცივნება. საერთო სისუსტე, დაღლილობა. მადის დაქვეითება. გულისრევა, ღებინება, განსაკუთრებით ბავშვებში. კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა. სტრეპტოკოკული ტონზილიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. უეცარი დასაწყისი. ძლიერი ყელის ტკივილი. ცხელება, 38-იც და მეტი. ნუშისებრ ჯირკვლებზე ჩირქოვანი ნადები. წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები რბილსასაზე, პეტექიები. ჟოლოსფერი ენა. გამონაყარი, იშვიათად სკარლატინა, ქუნთრუშა. ვირუსული ტონზილიტის დროს ზემოთ აღწერილ სიმპტომებთან ერთად ხშირია. სურდო. ხველა. კონიუნქტივიტი, თვალების სიცითლე და ქავილი. დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკური სურათის სიმპტომების და ფიზიკალური გასინჯვის საფუძველზე. ექიმი ათვალიერებს ყელს, აფასებს ნუშისებრი ჯირკვლების მდგომარეობას, ამოწმებს კისრის ლიმფურ კვანძებს. დამატებითი ტესტები. ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ეს არის ოქროს სტანდარტი სტრეპტოკოკული ტონზილიტის დიაგნოსტიკისთვის. ნაცხი იღება ნუშისებრი ჯირკვლებიდან და ითესება სპეციალურ საკვებ ნიადაგზე. შედეგი ჩვეულებრივ მზად არის 24-48 საათში. სწრაფი სტრეპტოკოკული ტესტი. ეს ტესტი სწრაფად რამდენიმე წუთში ავლენს ჯგუფის სტრეპტოკოკის ანტიგენებს ყელის ნაცხში. თუმცა ის ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ამიტომ უარყოფითი შედეგის შემთხვევაში რეკომენდებულია ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარებაც. სისხლის საერთო ანალიზი. შეიძლება გამოავლინოს ანთების ნიშნები, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, ეთსის აჩქარება. სხვა ტესტები. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სხვა ტესტების ჩატარებაც, მაგ ვირუსოლოგიური კვლევა, სეროლოგიური ტესტები გამომწვევის დასაზუსტებლად. მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე. ვირუსული ტონზილიტი. სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში საჭირო არ არის. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. სითხეების მიღება, თბილი ჩაი, კომპოტი, წყალი. ყელის ტკივილის შემსუბუქება საწუწნი აბებით, სპრეებით, ხსნარებით. სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი არ არის რეკომენდებული ბავშვებში რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო. წოლითი რეჟიმი. ყელის გამორეცხვა მარილიანი ხსნარით, კვირილის ნაყენით. ანტიბიოტიკები ვირუსული ტონზილიტის დროს არაეფექტურია და არ ინიშნება. ბაქტერიული ტონზილიტი, სტრეპტოკოკული. აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, პაციენტის ასაკის, მდგომარეობის და ადგილობრივი ანტიბიოტიკორეზისტენტობის გათვალისწინებით. ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკები. პენიცილინის ჯგუფი, ფენოქსიმეთილპეницილინი, პეницილინი, ამოქსიცილინი. ცეფალოსპორინების ჯგუფი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი და სხვა. მაკროლიდების ჯგუფი, პეnicillinზე ალერგიის შემთხვევაში, აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, ერითრომიცინი. ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 10 დღეა, აზითრომიცინის გარდა რომლის კურსიც უფრო ხანმოკლეა.
მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების კურსის ბოლომდე მიყვანა, მაშინაც კი, თუ სიმპტომები გაუმჯობეს და რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები, რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი. სიმპტომური მკურნალობა იგივე, რაც ვირუსული ტონზილიტის დროს. რჩევები ანგინის დროს. დაიცავით წოლითი რეჟიმი. მიიღეთ ბევრი სითხე. იკვებეთ მსუბუქად უპირატესობა მიანიჭეთ თხიერ და ნახევრად თხიერ საკვებს, სუპები, ფაფები, იოგურტი. მოერიდეთ ცხარე, მჟავე, მარილიან და ძალიან ცივ საკვებს, რადგან მათ შეუძლიათ ყელის გაღიზიანება. ხშირად გამოივლეთ ყელი თბილი მარილიანი ხსნარით, 1-2 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩიქა წყალზე. გამოიყენეთ დამატენიანებელი, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც გათბობის გამო ჰაერი მშრალია. მოერიდეთ მოწევას და თამბაქოს კვამლს. ხშირად დაიბანეთ ხელები. როდის მივმართოთ ექიმს სასწრაფოდ? თუ გაქვთ ძლიერი ყელის ტკივილი, რომელიც არ გიყუჩდებათ ტკივილგამაყუჩებლებით. მაღალი ტემპერატურა 38.5 მეათეც და მეტი, რომელიც არ იწევს სიცხის დამწევებით. სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა. ყლაპვის გაძნელება, ნერწყვის დენა. ძლიერი საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის ეპიზოდები. კისრის ძლიერი ტკივილი და შებოჭილობა, კეფის კუნთების რიგიდობა. გამონაკარი. სისხლდენა ნუშისებრი ჯირკვლებიდან. მწვავე ტონზილიტის ხშირი რეციდივები რამდენიმეჯერ წელიწადში. ანგინის გართულებები შეიძლება იყოს ადგილობრივი, პარატონზილარული აბსცესი, ჩირკგროვა ნუშისებრი ჯირკვლის ირგვლივ რეტროფარინგეალური აბსცესი, ჩირკგროვა ხახის უკანა კედელზე, შუა ყურის ანთება, ოტიტი, სინუსიტი. სისტემური, იშვიათი, ძირითადად სტრეპტოკოკული ტონზილიტის დროს, მწვავე რევმატიული ცხელება, რევმატიზმი, პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი, თირკმელების ანთება, სეფსისი. პრევენცია. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, განსაკუთრებით ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ. მოერიდეთ ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. არ გამოიყენოთ სხვისი ჭურჭელი, პირსახოცი და პირადი ნივთები. გაანიავეთ ოთახი რეგულარულად. გაიკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა, ყოველწლიურად. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.